არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA და კომპანია JEPRA-ს ინიციატივით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. კლუბის მიზანი საზოგადოებაში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლებაა. შეხვედრაზე კლუბის შექმნის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს, შემდეგ კი კლუბის ქარტიას მოაწერეს ხელი. სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის პრეზენტაციას საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორის, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის შექმნის ძირითადი იდეა მდგომარეობს ამ პროცესში ჩართული სხვადასხვა აქტორის ძალისხმევის გაერთიანებაში და გამოცდილების გაზიარებაში იმ ორგანიზაციების მხრიდან, ვისაც უკვე ბევრი უკეთებია სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, რათა ეს სფერო და ზოგადად საქმიანობის ეს დარგი უფრო პოპულარული გახდეს და მეტი ორგანიზაცია და ადამიანი ჩაერთოს ქველმოქმედებაში, სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებაში. რეალურად ის რაც დღეს შეიქმნა ამ კლუბის სახით, ეს არ არის ახალი ორგანიზაცია, ეს არის პლატფორმა, ეს არის ინსტიტუციონალიზება სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, სადაც 30-ზე მეტი ბიზნეს კომპანია, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, საგანმანათლებლო ინსტიტუტის წარმომადგენელი, რამდენიმე მედია კომპანია ერთიანდება.